მეგობრებო, საერთო გაშლა უნდა შემოგთავაზოთ ახლა ესეთი თემატიკით. ფიქრები თქვენი პარტნიორის თქვენთან დაკავშირებით, რას ფიქრობს? როგორია მისი ცხალცხალი ფიქრები? იმისთვის რომ გავიგოთ საერთო გაშლა რამდენად თქვენია, ვიმზადებით თქვენ, რა ენერგიებში ხართ ახლა ვნახოთ, რომ მიხვდეთ ეს გაშლა რამდენად თქვენია და რამდენად არა. ლაიკები არ დაგეზავროთ, ენერგიისთვის აუცილებელია. სამი ახმალი, რაღაცა გულის ტკივი, სამი ახმალი, 4 ახმალი, 4-იან პენტაკლი, რაღაცას გაშიშებულ მდგომარეობაში ხართ, არ არის გამორიცხული, რომ 3-ან 4-იან ხმლით შეიძლება რაღაცა ვირუსის მდგომარეობაში ხართ, გაციებულ მდგომარეობაში, ანუ ჯანმრთელობის ენერგეტიკის ვარდნას გრძნობთ, თითქოს რაღაცა გამოფიტულ მდგომარეობაში იმყოფებით ჯანმრთელობის მხრივ, ან რაღაცნაირად დასუსტებული ხართ, გამოძინება გინდათ, ენერგიის აღდგენა გჭირდებათ, გრძნობთ ამ ყველაფერს. შესაძლებელია ლოგინშიც ხართ ახლა, როცა ამ გაშლას უყურებთ, ან რაღაცნაირი არის დასვენების ენერგეტიკა ჭარბობს თქვენში, რომ გჭირდებათ ენერგიების და ძალების აღსადგენად. ეს ერთი მომენტი, მეორე მომენტი არის ადამიანები, ვინც რაღაც დეპრესიულ მდგომარეობაში ხართ, გულნატკე მდგომარეობაში, შესაძლებელია აქ საუბარი იყოს როგორც სასიყვარულო სამკუთხედიდან გამომდინარე ერთგვარ დეპრესიულ მდგომარეობაზე, ასევე ამაზე ფიქრი არ მინდა და დავიძინო და გავიღვიძო და ესეთი სიტუაცია აღარ იყოს, ესეთი მდგომარეობა გაქვთ, შესაძლებელია რაღაცა სხვა გულის ტკივილებიდან გამომდინარე, სამი ახმალი ეს არ არის მხოლოდ სასიყვარულო სამკუთხედი, ეს არის რაღაცნაირი მდგომარეობა, რომ დავწვე, დავიძინო, ლოგინში ვიყო, ჩემთვის ვიყო, არავინ არ შემაწყობს, აი მარტო ვიყო ჩემ თავთან, ჩემ ფიქრებთან. რაღაცა გულის ტკივილი მოვიშუშო ჩემი გამოძინებით, ჩემი მარტოობით და 4-იან პენტაკლით ეს არის სიტუაცია რაღაცა გაშიშებულ მდგომარეობაში, სადაც თქვენი ემოციების სხვისთვის, როგორც პარტნიორისთვის, ასევე სხვა მეგობრისთვის, ოჯახის წევრისთვის გაზიარება არ გსურთ, აი თქვენ ემოციებს ყველაფერს ინახავთ თქვენში, გულში, აბსოლუტურად არ გსურთ ამაზე საუბარი, იმიტომ რომ რაღაცნაირად ერთგვარად ესე უფრო ყოფებთ სიმშვიდეს საკუთარ თავთან და ზედმეტი ლაპარაკის გარეშე არ გინდათ მოკლედ ამ თემაზე საუბარი, ასე რომ ვთქვათ. მოკლედ ესეთი ენერგეტიკაა, თუ გრძნობთ რომ გაშლა თქვენზეა უყურეთ, თუ ფიქრობთ რომ თქვენი არ არის ეს ენერგეტიკა, შეგიძლიათ უბრალოდ სიყვარულით დაალაიქოთ და გადმოხვიდეთ სხვა ვიდეოები არჩიოთ, რომელიც თქვენზე იქნება. და ვინც ფიქრობთ რომ თქვენია, წავედით მაშინ გავიგოთ პარტნიორი ამოვარდა თავისი თვე, თანაც იმპერატორიო. მაგრამ შევაბრუნოთ, რას ფიქრობს პარტნიორი თქვენზე, მისი ფიქრები თქვენზე დღესდღეობით. მისი ბოლო ფიქრები, მოდი ესე ვთქვათ, ბოლო არ ნიშნავს რომ გვხვდება ან მოკვდა, ეხლა ბოლო როცა იფიქრა თქვენზე, რა იფიქრა, რომ გითხართ, ცოტა გაციებული ვარ, მეგობრებო, საშინელი ვირუსებია, თავს მოუფრთხილდით, ძლივს ცოტა გამოვედი 38-39 სიცხეებიდან, მდგომარეობიდან, ასე რომ ძალიან ფრთხილად იყავით ამ ვირუსებთან. და ხმისთვისაც ბოდიში. მოკლედ, რას ფიქრობს? ხო ისაოცრებო, როგორ მიყვარს ეს ტარო. ხო შევაბრუნე, ეს იმპერატორი ისევ ამოვიდა. ანუ რაც უნდა ამოვიდეს, ყველა ვარიანტში მაინც ამოდის ხოლმე ყოველთვის. იმპერატორად არის წარმოდგენილი ადამიანი, ფიქრობს რომ თვითონ არის იმპერატორი. ეს იმპერატორი შეიძლება იყოს როგორც თქვენი უფროსი, სამუშაო თემატიკა, ვისაც გაერთიანებთ. და ამას აჩვენებდეს კონკრეტულად კარტი, რომ ანუ მე რასაც ვეტყვი, ისე გააკეთებ სამუშაო თემატიკაში, ურთიერთობაში, საერთოდ მე ეგო მაქვს ძალიან ძლიერი, კი არა, მე უნდა მექვემდებარებოდეს ყველა, როგორც სამსახურში, ასევე პირად ურთიერთობებში და საერთოდ რასაც მე ვიტყვი, ისე უნდა ხდებოდეს ყველაფერი შეუწინააღმდეგებლადო და თავის თავს პირველ რიგში თქვენზე საუბრის მაგივრად იწყებს თავისთავით, რომ აი მე ესეთი მაგარი ვარ. მე ვკითხე თქვენზე და ის მეუბნება, რომ აი მე იცი რა მაგარი ვარ, მე ვარ იმპერატორი, მე ვარ მთავარი, მე ჩემ ტრონზე ვზივარ, მე აქ გეგმა A, გეგმა B, ყველაფერი დაწერილი მაქვს, ვის როგორ უნდა მოვექცე და ვინ როგორ უნდა დამექვემდებაროს და ტრონი და ყველაფერი აბსოლუტურად ჩემ ხელშია. მე ძალიან ძლიერი პიროვნება ვარო,
შესაძლებელია თქვენ პარტნიორს უყვარს ცხოველები, შინაური ცხოველები, იმიტომ რომ აქ ფეხებში გერმანული ნაგაზი ყავს, კალთაში კატა ყავს. მოკლედ, შინაური ცხოველების მოყვარული შეიძლება იყოს თქვენი პარტნიორი და ამას იძახდეს, რომ ცხოველები ძალიან მიყვარსო და მყავს კიდევაცო შეიძლება სახში ყავს არ არის გამორიცხული. ხუთიან ხმლით და პაშპინდაკლით იძახის, რომ რაღაცა კონფლიქტური სიტუაცია ერთგვარად შეიძლება არსებობდეს თქვენ ურთიერთობაში და პატარა ბავშვით იქცევიო, მოიქცაო, ესე იძახის. ანუ მე ამხელა იმპერატორ კაცო, რაღაცნაირად თავისი პრეტენზიები წამიყენაო და ბავშვურად მეჭინჭყლებაო, თავის აზრზეაო, ვერ გადავათქმევინეო და ვერ ვუმტკიცებო, რომ მე აქ იმპერატორი ტყუილა კი არ ვზივარ ამ ჩემ ტრონზე, მე როგორც ვიტყვი, მაინც ისე მოხდებაო, მაგრამ რაღაცნაირად შუბლი შუბლზე მომადო და თავის პრეტენზიებს მიხსნისო, არ ვიცი, სამუშაო თემატიკასთან დაკავშირებით ხდება თქვენი კონფლიქტური სიტუაცია, თუ რაღაცა პრეტენზია წაუყენეთ მართლაც, ამას იძახის, რომ თქვენზე იძახის, რომ მე ამხელა კაცი ვარო. იმპერატორი ასევე შეიძლება იყოს დაოჯახებული პერსონაჟი და თქვენ მესამე მხარეს წარმოადგენდეთ, რაც მე უკვე სამიან ხმლით გითხარით, რომ არ არის გამორიცხული სასიყვარულო სამკუთხედის გულის ტკივილის დეპრესიაც გაქვთ თქო. მაგრამ საერთო გაშლაში შეიძლება არც იყოს დაქორწინებული, უბრალოდ მეუღლის კარტი არის ხოლმე ყოველთვის ისეთი ჩამოყალიბებული მეოჯახე, ვიზეც მთელი ესე იგი პასუხისმგებლობა მიდის ოჯახში არის იმპერატორი. კიდე რას ფიქრობს თქვენზე? რა იფიქრა? ბოლო მისი ფიქრები როგორი იყო? ვარსკვლავი ხართ მისთვის. 21 მაღალი არკანი ვარსკვლავი და 10-იან თასი. ნუ რაღაცა გულის ტკივილს და გაურკვევლობას და ესე იგი ღალატებს თუ ადგილი ქონდა ასეთი სიტუაციები, ვისაც გქონდათ, გეტყვით რომ ეს ადამიანი ფიქრობს რომ ამ ყველაფერს წერტილი უნდა დაესვეს და ეს გულის ტკივილი და ღალატი და ზურგში დანის გაყრა თუ ხმლის გაყრა ეს უნდა დასრულდეს აბსოლუტურად, იმიტომ რომ ისეთი კარტები ამოდის, რომ გადასარევი პირდაპირ თქვენს მაგივრად მეც მიხარია, მეცხრეცაზე ვარ. ვარსკვლავი, 21 მაღალი არკანი სამყარო და 10-იან თასი. ეს არის სიტუაცია, სადაც ადამიანისთვის შეიძლება სოციალურ ქსელებში ჭყუიალებთ და ძალიან ტკბება თქვენი ფოტო-ვიდეო სტორებით, თქვენი ვლოგებით, ვინც სამუშაო რეჟიმში ახორციელებთ ამ ყველაფერს და თქვენი ესე იგი ერთგვარი სამუშაო არის ინტერნეტთან დაკავშირებული, იმიტომ რომ ვარსკვლავი და ინტერნეტის კარტი ამოდის 21 მაღალი არკანი, ეს არის სამუშაო რეჟიმი, ვისაც გაქვთ რაღაცნაირად ინტერნეტში ძალიან ტკბება და სიამოვნებს თქვენი ყურება მიუხედავად აი ამ არ ვიცი ღალატისა, ამ რაღაც გაუგებრობისა, ამ რაღაც შეუთანხმებლობისა, ვისაც გქონდათ ასეთი, ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს, იმიტომ რომ ეს ადამიანი არის მართლა ღვთაება, ქალი, რომელიც ძალიან მიმზიდველია, ძალიან სიმპათიურად გთვლით, რაც მთავარია და ძალიან მიმზიდველად და გამორჩეულ ვარსკვლავად ყველა აი ამ სოციალური ქსელის მიმზიდველ ადამიანებისგან განსხვავებით ყველაზე დიდი ვარსკვლავი ვენერა რაღაცა ბრჭყვიალება თქვენზე მოდის ამ ადამიანის და თulis რომ მართლა კარგად აკეთებთ იმ შეფუთვას ინტერნეტში ვინც მუშაობთ, რასაც აკეთებთ და რასაც საქმიანობთ, აი ძალიან ტკბება თქვენი მზერით და ყურებით. ეს ერთი, მეორე ის მომენტი რომ აი ეს რაღაცა სიშორე, ვისაც გაქვთ ეხლა დისტანცირებული ტერიტორიული სიშორე იქნება თუ შეიძლება ტერიტორიულად ერთად ხართ, მაგრამ რაღაცა გაციებული სიტუაცია გაქვთ ერთმანეთში და ცოტა აი ამ კონფლიქტის შედეგად, გულის ტკენის შედეგად შეხვედრები და კონტაქტი ცოტა განეიტრალდა და ისე ხშირი და ისეთი დოზით აღარ გაქვთ, ფიქრობს რომ ეს ყველაფერი უნდა გადაისახოს იმაში, რომ 10-იან თასით, როგორც მინიმუმ ოჯახურ კავშირზე თუ ვერ მივალთ, როგორც მინიმუმ ეს არის ძალიან კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბება თქვენთან, თქვენ ოჯახის წევრებთან, დაზავება, ერთ სითბოთ ჩამოყალიბება თქვენი ურთიერთობის და გაგრძელება აი ამ სტატუსში, როგორც მინიმუმ, როგორც მაქსიმუმ ეს არის ოჯახური სტაბილურობა, ოჯახური ბედნიერი კავშირი თქვენთან ერთად, რაც მე ძალიან მიხარია და გილოცავთ და პრინციპში ფიქრები აქვს ისეთი რომ მისი იმპერატრიცა ხართ, მეტი რა გითხრათ, მიიღეთ.